ესე იგი, შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში და ვითხოვთ განქორწინებას და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრას. საუბარია ორ ბავშვზე და ვარ ქალბატონის ანუ დედის ინტერესების დამცველი ადვოკატი. როგორც იქნა მოგვივიდა პასუხი, შესაძლებელი, გამოგეგზავნა მოპასუხე მხარემ, ანუ მამამ და იქ წერია შესაბამის გრაფაში, რამდენის გადახდის ასე ვთქვათ, სურვილს და შესაძლებლობას გამოხატავს მამა, ანუ მოპასუხე მხარე და ხალხო საუბარი არის 50 ლარზე. მამა გამოხატავს და მზად არის გადაიხადოს უფრო სწორედ 50 ლარი ალიმენტი თითო ბავშვზე. საუბარი არის საკმაოდ შეძლებულ ადამიანზე, რომელსაც აქვს თავისი შემოსავლის წყარო, საკმაოდ მაღალი, არის მეწარმე, არის ბიზნესმენი და 50 ლარი თითო ბავშვზე.